გამარტივებული პროცედურები და დაზოგილი დრო უკვე 1 წელია, რაც აღსრულების ეროვნული ბიურო ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. Aukcion.gi ბიურო საიტის საშუალებით ყიდის ჩამორთმეულ და დაყადაღებულ ნივთებს. ახალი სისტემით უკვე 7000-მდე ლოტი გაიყიდა. Aukcioნის მეშვეობით ნივთი შევიძინეთ და თუ შეიძლება რომ გავიტანო დღეს. რამდენიმე მარტივი პროცედურის გავლის შემდეგ თამარ გოგორელიანს ონლაინ აუქციონზე შეძენილი ნივთი აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადასცეს. ინტერნეტში შემთხვევით ნანახი ლეპტოპით მომხმარებელი მისი ფასის გამო დაინტერესდა და შეძენა გადაწყვიტა. Ქონდა ინფორმაცია მეგობრებისგან და დათვალიერების შემდეგ უკვე სხვადასხვა ნივთების ნახვის შემდეგ მომეწონა ლეპტოპი საკმაოდ მისაღებ ფასად და დავიძე ჩემი ბიჭი გავიმარჯვეთ. Aukcion.gi გასული წლის ოქტომბერში შეიქმნა, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიურო აუქციონზე გაყიდვის ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. 1 წლის განმავლობაში გაყიდული ნივთების რაოდენობამ 7000 მიაღწია. Ამ ფორმატის დანერგვამ ძალიან ბევრი პრობლემა მოუხსნა საავსებრო სისტემას და ამავე დროს ძალიან ბევრი რამ გაამარტივა მოქალაქეებისათვის. დღეს წრე აუქციონში მონაწილეთა პირთა გაიზარდა საგრძნობლად, რაც ყოველთვის უზრუნველყოფს კონკურენციას და ეს კონკურენცია თავად შესაბამისად უზრუნველყოფს მაღალი გაყიდვის ფაზას. შედიხართ საიტზე და როგორც ხედავთ, აქ კატეგორიების მიხედვით წარმოდგენილია სხვადასხვა ლოტები. ხედავთ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, თქვათ ავეჯი აირჩევს თქვენთვის სასურველ კატეგორიას, რომლის ყიდვითაც ხართ დაინტერესებული და უკვე გაეცნობით იმ პირობებს, რა პირობებითაც იყიდება ესე თუ ის ნივთი. ქონების ფასი აუქციონის პირველ ეტაპზე საბაზრო ღირებულების ნახევარს შეადგენს. იმ შემთხვევაში თუ ნივთი 10 დღის განმავლობაში არ გაიყიდა, განმეორებითი აუქციონი ინიშნება, სადაც ქონების საბაზრო ღირებულება 0 ლარს შეადგენს. 0 დაიწყება იმ ნივთების ფასით, რომლის ღირებულება 5000 ლარზე ნაკლებია. აუქციონის მონაწილე საგარანტიო თანხას საბაზრო ფასის 5%-ს იხდის, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აუქციონზე ვერ გაიმარჯვა, თანხა უკან უბრუნდება. ელექტრონულ აუქციონზე გადასვლა მაჩვენა ის, რომ გაიზარდა მომხმარებელთა რიცხვი, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ადრე დარბაზში ხალხი ერიდებოდა მოსვლას და უფრო ვიწრისათვის იყო განკუთვნილი აუქციონი, დღეს უკვე ინტერნეტის საშუალებით ჩვენ აუქციონში ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება. დაარსებიდან 1 წლის შემდეგ Aukcion.gi 20000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. საიტზე ქონების გაყიდვა კერძო პირებსაც შეუძლიათ. ამისთვის განაცხადი მათ ფინანსთა სამინისტროში უნდა შეიტანონ.